მსახიობ ონისე ცხადაძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პატიმარსა და ციხის ადმინისტრაციას შორის შედგა კომუნიკაცია და როგორც ირკვევა, პროკურატურაც თანახმაა, რომ ონისე ცხადაძე თერჯოლაში მამის ან პანაშვიდზე ან დაკრძალვაზე გადაიყვანონ და თანხმობა არის ციხის ადმინისტრაციისგანაც, თუმცა უცნობია, როდის გადაიყვანენ მსახიობს საკუთარ ოჯახში მამის პანაშვიდზე და ახლა ყველა ელოდება, როდის იქნება ეს დღე. ციხის ადმინისტრაციას სამშაბათს 2 საათამდე აქვს დრო, რომ ონისე ცხადაძე გადაიყვანონ თერჯოლაში, ზუსტად 2 საათზე სამშაბათს ონისე ცხადაძის მამას დაკრძალავენ საგვარეულო სასაფლაოზე. პანაშვიდი არ წყდება თერჯოლაში, ცხადაძეების ოჯახში, იქ სისტემატიურად მიდიან მოქალაქეები, ასევე მიდიან სინდისის პატიმრების სხვა ოჯახის წევრებიც. დღეს ყველა თანხმდება, რომ ახლა მესამე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა სწორედ ოცნების პოლიტიკურ ნაბიჯებს, როდესაც სინდისის პატიმრები ახალგაზრდები ციხეში გამოკეტეს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ასევე პასუხისმგებლობა ეკისრება მოსამართლესაც, რადგან ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სწორედ მოსამართლეს შეეძლო, რომ პატიმრების ხდომათა დარბაზიდან გაითავისუფლებინა და მათთვის მიეცა შანსი, რომ გარედან ევლოთ მათ სასამართლო პროცესებზე, თუმცა ფიქრობენ ოჯახის წევრები, რომ გადაწყვეტილება უკვე სასამართლოს წინასწარ აქვს მიღებული, ამიტომ ელოდნენ იმ გადაწყვეტილებას, რომ მოსამართლე არ შეცვლიდა აღკვეთ ღონისძიებას. ონისე სანდრო ვიზიარებ თქვენს წუხარებას. რაც შეეხება იმ გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილება შეიძლება დაუშვათ მიიღოს ამ რეჟიმმა ონისეს მამის ბოლო გზაზე გაცილებას ანაკავშირებით, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გულთან ახლოს მიიტანენ ამ სიტუაციას და ამ ტრაგედიას და მისცემენ ონისეს იმის საშუალებას, რომ მამა გააცილოს უკანასკნელ გზაზე და ორმაგად გულდასაწყვეტი აგრეთვე ის ფაქტიც, რომ ბოლო პროცესზე მოსამართლეს შეეძლო, რომ ონისე და ბიჭები გამოეშვა და შეეძლო, რომ ამ ბიჭებს შეეძლოთ, რომ სახლიდან ევლოთ შემდგომ სასამართლო პროცესებზე, მაგრამ აღკვეთი ღონისძიება არ შეცვალა მოსამართლემ და არ ვიცი, რეჟიმის სინდისზე და კისერზე არის ძალიან ბევრი ადამიანის ტრაგედია დღეს ამ ქვეყანაში. შეიძლება რაღაც სასწაული მომხდარიყო და გამოეშვა და ჩემი ძმა ეხლა ეს დღები აქ ყოფილიყო, მაგრამ არ რა თქმა უნდა მაგას არ იზამენ, იმენ არც ეხლა და არც მერე ბოლომდე ველოდებით, რომ მით უმეტეს იმ გადაწყვეტილებების შემდეგ, რაც ძალდატანებით დანიშნა სათადარიგო, ასე რომ თქვათ, ადვოკატები, არ იყო ჩვენთვის გასაკვირი, მაგრამ ისე დაემთხვა ქრონოლოგიურად, რომ იმ წუთას გავიგე და შემეძლო, რომ ეთქვა და გამოეშვა ჩემი ძმა, მე ვეთხოვდი ჩემ ძმას იქვე რაც მოხდა და ერთად ჩამოვიდოდით და ერთად ვიქნებოდით ამ დღეებში, მაგრამ ეს რაღაც უტოპიური, რაღაც იდეალისტური სცენარია, რომელიც შევეგუეთ, რომ არ არსებობს. ონისე ცხადაძის ოჯახის წევრების ერთადერთი მოთხოვნა იყო ის, რომ მსახიობს ჰქონოდა იმის შესაძლებლობა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ოჯახში მამის პანაშვიდზე ყოფილიყო, თუმცა ამ დრომდე ციხის ადმინისტრაციას ონისე ცხადაძე თერჯოლაში არ გადაუყვანია. უცნობია, როდის მოხდება ონისე ცხადაძის ეტაპირება თერჯოლაში მამის პანაშვიდზე. საინტერესოა, ახლა მთავარი კითხვაა, როდის გადაიყვანენ ონისე ცხადაძეს, არ არის გამორიცხული, რომ ცხადაძეს შესაძლებლობა მისცენ, რომ მამის დაკრძალვას მადლობა მარიამ, ეს მარიამ მაკასარაშვილი იყო.